სვანი არენაზე გამართული ტურნირი რაგბში გარდაცვლილი რაგბისტების ხსოვნას მიეძღვნა. სვანი არენას სტადიონზე რაგბის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს შვიდქალა ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა გოგონათა სარაგბო კლუბებმა მიიღეს. აღნიშნული ტურნირი გარდაცვლილი რაგბისტების ხსოვნას მიეძღვნა და ის პირველად ოზურგეთში ჩატარდა. ტურნირს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს რაგბის კავშირის წევრები დაესწრნენ. ტურნირზე გამარჯვებული გუნდები გამოვიდნენ, რომლებიც თასებით დაჯილდოვდნენ. მათ ასევე სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. დღეს ქალაქ ოზურგეთში ჩატარდა საბავშვო რაგბის ფესტივალი, რომელშიც გარდა ბავშვთა ასაკის გარდა დიდებიც ვიღებდით მონაწილეობას. ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, 9-ში გვაქვს უკვე საფრანგეთში მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირი და იმასთან დაკავშირებით მის წინა მოსამზადებელი მატჩები იყო დღეს ჩვენთვის. ძალიან ვიხალისეთ, კარგი დღე გამოვიდა და რაც თავარია ძალიან ბევრი კარგი ბავშვი აღმოაჩინეთ დღეს და იმედია გააგრძელებთ რაგბის თამაშს ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბიჭები, ოზურგეთის არწივები, ჩვენი რაგბისტები, ერთპიროვნული ლიდერები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ წელს გადავალთ აუცილებლად ზედალიგაში. ჩვენგან ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. და ასევე ძალიან მიხარია, რომ დღეს ოზურგეთი მასპინძლობს ტურნირს, სადაც სტარდება შეჯიბრი გოგონათა შორის, ასევე ოზურგეთს ყავს გოგონათა გუნდი რაგბისტების და დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო ხშირად ჩატარდება აი ასეთი ტურნირები, მით უფრო მეტად განვითარდება ეს სპორტი. მე მინდა მადლობა უთხრა ოზურგეთის მერიას, ოზურგეთის გუსული შამგეს გუნდის დირექტორს ბატონ თენგიზ კალანდაძეს ამ სასიამოვნო დღისათვის, რომელიც მან აჩუქა არა მარტო ოზურგეთს, არამედ მთელ საქართველოს და ეს მინდა რომ დასაწყისი იყოს იმ წარმატებების, რაც უსგასაღებ ოზურგეთის გუნდს არწივებს. იმედია ვიხილავთ მომავალ პირველ ლიგაში და უფრო მეტ წარმატებებს მოუტანს როგორც ოზურგეთს, ისე ჩვენს ქვეყანას და მართლა სასიხარულო იყო ეს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ტურნირი ღონისძიება რაც ჩატარდა, ეს იქნება ტრადიციული ღონისძიება იქნება წასული ვეტერანის მიმართ, ხალხის მიმართ, ვინც წავიდნენ რაგბის დიდი ოჯახიდან და ეს ტურნირი იქნება მომავალ წელს მთელ რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარდება ეს დიდი